ეს გაპრაზდა რომ რადო ჩაიცე მოკლე მაიკა აი იმ კულისთვის გაგვიშვა სახშიდან რომ იმის გამო რომ რძალს მოკლე მკლავებიანი მაისური ეცვა მამამ თილმა შვილი რძალი და 2 წლის შვილიშვილი სახლიდან გააგდო. ვუსალ მამედოვი ამბობს რომ მათ მშობლებთან დაბრუნება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ყველა მათი მცდელობა კონფლიქტით დასრულდა. მოვიდა კარიბ ყაღერო წადით ჩემი სახლიდან მეუთხარი რატო მიზეზი ეს იყო და ისა ჩემი მეუღლე რატო მოკლე მასე ჩაიცებ ისა ეს თუ მოკლე მითხარით რომ ეს არ შეიძლება ეხლა ხალხი წინ მიდის და ჩვენ უკან სად უნდა მივიდა მე ვარ იმის ქმარი და მეუთხარი შეიძლება სახლში ვიყავი, მამამ თილი მოვიდა და მითხრა, წადით ჩემი სახლიდანო. გამიკვირდა და ვკითხე, რატომ თქო? მითხრა, ასე რატომ ჩაიცვიო? ჩემი ქმარი უფლებას მაძლევს, რომ ჩავიცვა. შარშანაც ასე მეცვა და არაფერი უთქვამს. სახლიდან ისე წამოვედი, ბავშვის ტანსაცმელიც კი ვერ წამოვიღე. ეს გეცვათ? ელაფუნდეიდა. როგორც ვუსალ მამედოვი ამბობს, მათ წასასვლელი არ სადაგვთ და უკვე ერთი კვირაა ღამის გათება მეზობლებთან და ნათესაურთან უწევთ. რა ვიცი მე ჩემზე მოიხმარებთ რომ გზაში ვართ ერთი კვირა არის უკვე ჩემი ცოლი და პატარა ბავშვი მგავს 2 წლის მე რა უნდა გავაკეთებ ახლა ვინ უნდა მიეხმაროს ჩემზე მე სადამდე ერთი დღე იმ მეზობელთან ვარ მეორე დღე იმ მეზობელთან ვარ ცოტვარია მე ვაშენებ სახლიო და არ გაგუშვებ როცა მე ცოცხალი ვარ არ გაგუშვებ შანსი არ არისო დედამ სულ დან არის ხელში რომ მოვალ მოკლავ ვუსალ მამედოვის მამამ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა ამბობს, რომ სახლი მისია და შვილის ოჯახის უკან დაბრუნებას არ აპირებს. რატომ? მაგაძმე არა. თუ შეიძლება. ირკვევა, რომ სახლის საიდანაც ვუსალ მამედოვი მამამ მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოაგდო, კანონით მასაც ეკუთვნის. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ვუსალ მამედოვის სახლის ერთ-ერთი მესაკუთრეა.